16 ოქტომბერი სურსათის მსოფლიო დღეა. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა მიხეილ ზოხაძემ ისაუბრა. Როგორც მან მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყოველ წვეთწყალს უნდა მოუფრთხილდეთ, რადგან ის ამოუწურავი რესურსი არაა. მისი განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით ყველანი ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ. აღსანიშნავია, რომ წელს სურსათის მსოფლიო დღე წყალს მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ სურსათის მსოფლიო დღე 2018 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაწესდა. ამ დღის მიზანი საკვების უსაფრთხოების პრიორიტეტულობის გაზრდა და საკვების მიერი დაავადებების ტვირთის შემცირებაა. წყალი არ გახლავთ გამოულევადი რესურსი. მას თუ არ გაუფრთხილდი, მისი გაუფრთხილება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიყვანს. ძალიან მნიშვნელოვანი არის რითი ვწყავთ ჩვენ პროდუქტებს. საჭმელიც, რასაც ვამზადებთ, რასაც ვრეცხავთ, ის აუცილებლად უნდა გავრეცხოთ სასმელი წყლით. სასმელი წყალი გახლავთ როგორც სურსათი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის პირველადი წარმოება, სწორედ იქ არის კონტროლი აუცილებელი, იქ არის გასამკაცრებელი, თუმცა ეს არ გახლავთ მარტივი საკითხი, იმიტომ რომ საქართველოში ფერმერული მეურნეობები მცნება ესეთი არსებობს, მაგრამ ძალიან ნაკლებად ვართ წარმოდგენილი, სამწუხაროდ უმრავლესობა 90%-ზე მეტი ეს წვრილი მეურნეობები არიან, სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება, რომ ამ აღნიშნული საოჯახო მეურნეობების ფლობელებს კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული ის პრობლემები, რა პრობლემებიც შეიძლება მათ არასწორ ქმედებას მოყვეს, იგივე ანტიბიოტიკები, ის არასწორად მოხმარება, იგივე ანტისანიტარიულ პირობებში, თუნდაც პირუტყვის გაზრდა და შემდეგ იქ უკვე სხვადასხვა პროდუქტების, მათ შორის მოწველა და შემდეგ ყველის დამზადება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს პრობლემები რა თქმა უნდა აღმოიფხვრება ნელ-ნელა, ამას ცოტა დრო დაჭირდება, მაგრამ ფიქრობ, რომ ფერმების გამსხვილებასთან ერთად ეს პრობლემა ნაკლები და ნაკლები იქნება. იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში რიმინიდან 10 მილის მოშორებით სანტა-კროჩეს ბორცვზე მდებარე სამონასტრო კომპლექსში აქამდე უცნობი ფრესკები აღმოაჩინეს. ექსპერტების ვარაუდით, ფრესკები დაახლოებით 1320 წელს პიეტრო და რიმინის მიერაა შექმნილი. ფრესკები ბერმა ფედერიკო როვარინმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ვერუჩიოს ფრანცისკანური მონასტერი, რომელშიც ფრესკებს მიაკვლიეს, ემილია-რომანიას რეგიონში უძველესია. ვერუჩიოს ფრესკა არის გასაოცარი აღმოჩენა, რომელიც ასახავს ფრანცისკანელთა ისტორიის ერთ-ერთ ეპიზოდს, განაცხადა ექსპერტმა ერთ-ერთ აღმოჩენილ ფრესკასთან დაკავშირებით. ფრესკების შესწავლაზე მუშაობას სპეციალისტები კვლავ აგრძელებენ.